6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით არის მომატებული და თითქმის $2 მილიარდ გაუტოლდა. უწყების ცნობით მიმდინარე წლის 2 კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა. იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდა ისრაელიდან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და სომხეთიდან. ის სტრატეგია, რაც ქვეყანას აქვს ტურიზმის და ავიაციის განვითარების მიმართულებით, აბსოლუტურად მიყვება ფეხდაფეხ შემოსავლებს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა და ზუსტად ანალოგიურად საიდანაც იზრდება საერთაშორისო მოგზაურების ოდენობა საქართველოში, ზუსტად ანალოგიურად იზრდება შემოსავლებიც. ასევე ჩვენი კამპანიები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს, სწორედ ამ ბაზრებზეა ორიენტირებული. რეკორდული ზრდა ფიქსირდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტურიზმის სექტორში მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, ეს არის დაახლოებით 5%-იანი ზრდა. აღნიშნული შედეგები ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობასთან ერთად, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს პირდაპირ დაკავშირებადობას 100-ზე მეტ სხვადასხვა ქალაქთან, 70-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებს, როგორც იცით, დღეს სხვადასხვა მიმართულებებით.